ბიძინა ივანიშვილი საქართველოს წარმომადგენელი პირველად მოხვდა სიაში, რომელიც მედიის თავისუფლების მტაცებლებს აერთიანებს მსოფლიოდან, ავტოკრატ მმართველებთან ერთად საქართველოს მოქალაქის გამოჩენა პირველად. მედიის ექსპერტებისთვის იმის ნათელი მაგალითია, რამდენად გაუარესდა საქართველოში პრესის მდგომარეობა უკანასკნელი წლების მანძილზე, რამაც ბუნებრივია, რომ დასავლეთის ყურადღება მიიპყრო და სწორედ აქედან გამომდინარე იმ შავ სიაში, რომელიც აერთიანებს იმ ადამიანებს, ვინც მედიის წინააღმდეგ იბრძვიან და დამოუკიდებელ თავისუფალ ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან, მოხდა სწორედ ბიძინა ივანიშვილი. ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ბოლო პერიოდში მედიის ექსპერტების თქმით არის სწორედ ის შემზღუდავი კანონები, რომელიც ამოქმედდა საქართველოში თავისუფალი მედიის წინააღმდეგ და ასევე ის წახალისებული ძალადობა, რომელსაც ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, მათ შორის დაუსჯელი ძალადობა, ის სამართალდამცველები თუ არაფორმალები, რომლებიც ქუჩაში კამერების წინ ძალადობდნენ დამოუკიდებელი მედიის, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც არ მომხდარა და ეს საქმეები თაროზე გამოძიება მისე შემოდო, რომ ის ადამიანები, ვინც პრაქტიკულად სასიკვდილოდ გაიმეტეს მედიის წარმომადგენლები საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არავის დაუსჯია. სწორედ ეს გარემოებები მედიის ექსპერტების თქმით გახდა იმის საფუძველი, რომ მედიის თავისუფლების მიმტაცებელთა სიაში პირველად მოხვდა საქართველოს წარმომადგენელი და ეს აღმოჩნდა სწორედ ბიძინა ივანიშვილი. 2 ნოემბერი არის ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობის დღე და ამ დღესთან დაკავშირებით რეპორტერების საზღვრების გარეშემ, რომელიც არის ერთ-ერთი ავტორიტეტური საერთაშორისო ორგანიზაცია, გამოსცა მედიის თავისუფლების მტაცებელთა სია, სადაც პირველად მოხვდა ივანიშვილი, რომელიც მოხსენიებულია ოლიგარქად. ამ ორგანიზაციის მიერ ეს ნიშნავს, რომ ის ავტოკრატიული ტენდენციები, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში აღინიშნება მედიის მიმართულებით, აღიარებულია სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია იზიარებს იმ პრობლემას, რომელსაც ჟურნალისტები განიცდიან. პირველ რიგში ეს არის დაუსჯელობა იმ ძალადობის, მათ შორის თქვენი არხის ჟურნალისტების მიმართ, რეპრესიული კანონმდებლობა, მტრული გარემოს შექმნა ჟურნალისტების მიმართ. დამოუკიდებელი მედია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები წლების განმავლობაში ამბობთ პრობლემა და პლუს ამის დინამიკა რო უარესდება. ეს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშაც მოიქცა და განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ რეპრესიული კანონმდებლობით ჯერ არ ნახული ძალადობით მედიის წინააღმდეგ და არც ერთი პირი პასუხისგებაში არ არის მიცემული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ვინც ძალადობა ჩაიდინა ბოლო პერიოდის განმავლობაში. და ეს არის პირველი შემთხვევა, რომ დე ფაქტო იქნება თუ დე იურე ხელისუფლების წარმომადგენელი მეთაური მოხდა ამ სიაში. ამ სიაში არის წლების განმავლობაში პუტინი, ლუკაშენკო და ასე შემდეგ. რეპორტერების საზღვრებს მიღმა ყოველწლიურად სწორედ 2 ნოემბერს ანახლებენ სიას იმ ადამიანების, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ იბრძვიან და რეპრესიებით ხელს უშლიან ჟურნალისტების საქმიანობას. 2 ნოემბერი არის ის დღე, როდესაც აღინიშნება სწორედ მედიაზე ძალადობის დაუსჯელი საქმეები. სწორედ ამ დღეს უკავშირდება აღნიშნული განახლებული სია ჩამონათვალი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი არის მოხსენიებული ოლიგარქად და ადამიანად, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელ მედიას ებრძვის. პირდაპირ ეთერში ლიზა ლასარეიშვილი გვერდებოდა.